ორი წელია გზაზე რემონტია ჩვენთან ის ვერ გავუკეთებიათ გაწამებული რომელ ქუჩაზე ცხოვრობ? კავშირზეა საუბარი, ხახულის მეორე შესახვევი. სიბნელეში ვერ გაივლი კაცი წვირტყვის დაინტერესა რა ევროპაზე აშვილო საუბარი. რატომ არ აწყობს ივანიშვილს ევროპა თქვენი აზრით? ევროპა რატომ არ აწყობს და აქედან წასული სტუდენტები ღებულობენ მაღალ განვითარებას, უმაღლეს განათლებას, მაღალს და ეს მასეთ დიდვან ხალხს არ აწყობს, რომ იქავრი კულტურა უნდა შემოიტანონ ამ სტუდენტებმა და ეს ამ თავრობას არ აწყობს. რატომ არ აწყობს? იმიტომ სადამ ხუსეინს აწყობდა, რომ სწავლა განათლება არ ქონდა მის ქვეყანაში და თვითონ ოქროს ვანაში ცურევდა კაცი. მე რა მოედი რა იქ ან გაუნათლებელი ხალხი აწყობს თავრობას? უცნაური ამბობს რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. საერთოდ არა უფრო მეტად იქეთ. როცა იყო ლაპარაკი იმაზე რომ შეიძლება საქართველოს გამხდარიყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს განიხილებოდა ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. დღეს როცა ლაპარაკია გაფართოების პერსპექტივაზე 2030 წელზე, აღარც კი განიხილება, აღარც კი ასახელებენ საქართველოს ევროკავშირის ლიდერები. ხო ისინი ლაპარაკობენ ბალკანეთზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე, მაგრამ არა საქართველოზე. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს ყველაფერი ჩემი აზრით ზუსტად იმ ნაბიჯების გამოხდება, რა ნაბიჯებიც საქართველოსმა მაგალითად გადადგა. არა კარგისკენ, უფრო მეტად ცუდისკენ. იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ ხელი შეეწყოთ მაგალითად ჩვენს მიღებას ევროკავშირში, პირიქით ხელი კრა ამ შემოთავაზებას. ხო, უკვე ტროტუარზე დგომის გამოც აპატიმრებენ ადამიანებს, ვინც ტროტუარზე დგას და გამოხატავს პროტესტს. მე ხა ველოდები რომ ეს დავაჯარებენ, მოვიდნენ. ის პრობლემაა ნამიყვანონ, დამიჭირონ, მაგრამ მე მაინც ვიცი რომ ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი, ხარს დაუჭერ წინსვლას და რას ნიშნავს ეს? რა ტიპის ქვეყანას ვიღებთ და რა გველოდება თუ კი ჩვენ ვიქნებით იზოლირებული ევროპისგან? რაც გველოდება ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კარგი ნამდვილად არაფერი. იმიტომ რომ მე სხვათა შორის იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ვამბობთ იმას, რომ ჩვენი მიწის 20% არის ოკუპირებული რუსეთისგან. მაგრამ ჩვენ იმასაც ვერ ვიაზრებთ, შიდა ოკუპაცია რო ხდება. ზუსტად იმ ნაბიჯების გამო, იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც საქართველოსმა ჩვენი საწინააღმდეგოდ იღებს. რამდენად ზრუნავს ქართული ოცნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ აქეთკენ მივდივართ, ქართული ოცნება აცხადებს. ეს უბრალოდ არის განაცხადი იმისთვის, რომ ფორმალურად ეწეროს, რომ კი მივდივართ. თუმცა, არ ვიცი, გამოგონილ ქალის წისქვილს ქვილებს ებრძვიან და ყველაფერს პირიქით აკეთებენ, პირიქით ამათი მიზანი და საშინაო დავალება ის უფრო ჩანს, რომ ის მიზანი, რასაც ფორმალურად აცხადებენ, არ იქნება მიღწეული. როგორ ქვეყანას ვიღებთ ახლა ჩვენ, თუ ასე გაგრძელდება? რა ვიცი, ჩაკეტილს და ამათზე მორგებულს. როგორც მივიღებთ ზუსტად არ ვიცი. ამათზე ვიზე ქართულ ოცნებაზე მორგებულს? რა თქმა უნდა, ნუ შეიძლება ქართული ოცნება არ იყოს და სახე იცვალოს, დროთა განმავლობაში პოლიტიკური ექსპერტი არ ვარ და ვერ განსჭრეთ გრძელობდნენ პერსპექტივაში ამ ყველაფერს. თუმცა იმ ადამიანებზე მორგებული იქნება თავისთავად, ვინც ამ საგმირო საქმეებს ჩადის. აი, ევროკავშირის ლიდერები აღარც კი ახსენებენ საქართველოს, თუმცა ლაპარაკობენ გაფართოების პერსპექტივაზე, ხო? ლაპარაკობენ უკრაინაზე, მოლდოვაზე, მაგრამ არა საქართველოზე. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? რა ვიცი, ჩამორჩენილი ქვეყანათა სიაში მოხვდებით მალე. ვისი ბრალია ეს? ამბობის ალბათ. თავიანთვის კარგად არიან და ხალხისთვის ალბათ არ ზრუნავენ. ზუზო მიმოსვლამ რა შეცვალა საქართველოში? ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან სასიკეთო რაღაცა გაკეთდა. ისეთი გაჭირვებული ხალხია. ოდიში ყველასთან მშვიდობა იყოს, კარგობა იყოს, ჯანმრთელობა და ქალმა გამოვიდა ტელევიზიაში და მეოთხე სტატიაში მქონდა ის დაბადება. ხო და ფული ვისესკი და ისე გადავედი ევროპაში. რა თქმა უნდა ვიზა იყო. ხო და ამის მერე აქე რა ცოცხალი დავდივარ. იმიტომ რომ იქ დიდი საშუალებაა. აქედან როდესაც გადადის ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს. ღებულობენ უფასოდ. ესე იგი გაჭირვება. უფასო სამედიცინო დახმარებას იღებენ ევროპაში. სამედიცინო დახმარება ხდება. და თუ შეჩერდება ეს უზო მიმოსვლა, ეს რას გამოიწვევს თქვენი? ეს მე მგონი არ შეჩერება. იმიტომ რომ ეს ქართველ ხალხს არაფერი არ დაუშავებია. თუ აშავებს
ვინც დიდია, ვინცაც შეუძლია ის აშავებს და თუ აშავებს. უსმენთ განცხადება ღიად ირაკლი კოპახეძიკა, მან შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. მაგრამ შეაჩერა, რატომ შეაჩერა, მათ არ აწყობდნენ. თვითონ ევროპაში არიან. უკეთესად ცხოვრობენ ევროპული არც ერთი მოიკითხე რომელიმე პარლამენტი თუ საქართველოში მცხოვრებია. ყველა ვინც არის მაგ შესული თავრობაში ყველა არიან საზღვარგარეთში მცხოვრები. ბოლო 10 წელს რო შევაჯამოთ, იმის მაგერად რომ საქართველოს ამ ჩვენო ქვეყანამ პროგრესი განიცადოს, პირიქით უკან მივდივარ და იმედია ეს წელი მაინც იქნება ცვლილებების წელი. რაში გამოიხატება ეს, რომ უკან მივდივარ თქვენთვის? ფასის მატებებზე თუნდაც. და ამავდროულად ხელფასების დაბალ დონეზე. არასოდეს არ არის ბალანსი ხელფასსა და ხარჯს შორის. გავაიაფებთ ამ პროდუქტებს ესეთია ქართული ოცნების განცხადება, მუშაობს უკვე სამთავრობო კომისია. არ გჯერათ რომ დაიკლებს ეს ფასები? კვერცხიდან დაიწყო. დანარჩენს ნახოთ. კვერცხი უკვე გავაიაფეთო. თავარი ეგ არის. დიდი ალბათობით 1-2 წელიწადში კაკასაც დავიწყოთ და ეგ არის. ჩვენი ბრალი არ არისო ქართული ოცნება ამბობს, ხო? ანუ ის ამბობს რომ მეორე ფრონტის გახსნას გთხოვდნენო და ამიტომაც გრჩიან ახლა ჩვენო, ან რაღაც ტრადიციული ღირებულებების დარღვევას გთხოვენო, გეი ქორწინების დაკანონებას, რაც პრაქტიკულად არ მოგვისმენია არავისგან ევროკავშირში, რომ ვინმე ამას მოითხოვდა საქართველოსგან, მაგრამ ქართული ოცნება ამას ამბობს. ჩემი აზრით ქართული ოცნება როგორც ყოველთვის როგორ რასაც უნდა იმას ჭრის და იმას კერებს. შერაკიდან დავიწყოთ. და თუ მაგალითად ქართული ოცნება მიესალმება ჩვენს ევროკავშირში შესვლას, ჩვენს თაობას, ჯენზის თუნდაც არ თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც ხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და ამ ნაბიჯებს, თვალებს არ დასთხეს შერაკიდან დავიწყოთ. არ დააინვალიდებს, მოკლავს. და იმ ჯოჯოხით გამატებს, ასე ჩვენ გავდივართ. გაუქმეს დიპლომატიური პასპორტები ქართულ ოცნებას ევროკავშირმა და ასე გამოჩნდა ეს დადასტურდა კიდევაც რომ მინისტრების დიდ ნაწილი ინახავს ქეშად ფულს, ანუ ანგარიშებზე კი არ აქვს ეს ფული, არამედ სახლებში. ერთ მინისტრმა ისიც კითხვა რომ სამნიტრიან ბანკაში ვინახაო. ეს რას ნიშნავს, რატომ აკეთებენ, რატომ იქცევიან ასე რომ სახლებში ინახავენ ისინი ქეშად ფულს? შიშიო ხერია, რასაც ჩვენ გვართმევენ, აქედანვე გავუსვათ, ჩვენ გვართმევენ. ჩვენს ნაშრომს. ისე უკან წავიხდით. აი ალბათ რაღაცი შიში აქვს, თორემ რეალურად ბანკაში არავინ არ დააკონსა რომ ფულს გეხოცე. ხედავთ იმ საფრთხეს რომ შეიძლება საქართველოს აღმოჩნდეს რუსეთის ხელში? კი. რა თქმა უნდა, ხედავ, არა, მე ამ ფაქტს განვჩვევ და შეგუებული ვარ. სხვა რა გავაკეთოთ? იმის გარდა რომ გავაპროტესტოთ, თუნდაც ხმა მოვიღოთ, თუნდაც ქუჩაში დავდგეთ და გავაპროტესტოთ, ყოფილა კიდევაც. გავსულა, გამპროტესტებია. და იმ ხალხთან ერთად ხარდამხარდამ გავარ, მაგრამ რა არის, იცით, ანუ მე ამ ყველაფრიდან მაინც რამეს ვერ ვხედავ. პირიქით. და ძალიან მეშინია. სად აღმოჩნდა საქართველოს, თუნდაც აქედან 5 წელიწადში, 10 წელიწადში ხმად მაინც. მე უკვე აღარაფერს იმედი აღარ მაქვს. და მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს თვალს არ გავახელ და სხვა ქვეყანაში არ აღმოჩნდა. თუნდაც რუსეთში. აფხაზეთში რომ ხალხი არიან, დიდი ალბათობით ისინიც არ მოელოდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენ ველით და ვიცით და უკვე აი ეს შიშუკი აქ გვაქვს. ყველა პირობას ვასრულებთ ირაკლი კოპახიძე ამბობს. სადაო. აი ქართული ოცნების რიტორიკაა, რომ ჩვენ გვსჯიან იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გახსნა საქართველოს, ასე ვთქვათ, კაცი-კაცია, ხალი-ხალია ამ ღირებულებებს ვიცავთო, ოჯახურ ღირებულებებს ვიცავთო. თუ სტამბოლის კონვენციიდან შეიძლება გამოვიდეთო, ამასაც კი განიხილავს ირაკლი კოპახიძე. რაღაცას ხონო დააბრალოთ უბრალოდ. ეგ არის მიზეზი. ძალიან რაღაც ოდნავ სფეროში შეხედულმა ადამიანმა თავიდანვე უნდა მიხვდეს, რომ ეს უბრალოდ გამოგონილი მიზეზია და რეალური მიზეზი არ შეიძლება იყოს. საუბარი იმაზე, რომ შეიძლება გამკაცდეს რაღაც პირობები, იქ დიპლომატიური პასპორტის გაუქმებასთან ერთად, როგორც ის გაუქმეს, ხო? ქართული ოცნების მთავრობელს დიპლომატიური პასპორტები და ამის შემდეგ უკვე ესაზღვრებს ექნებათ უფლება, რომ უფრო მეტი კითხვები გაგვისვან, თუ თქვათ შევად ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. ეგ რას ნიშნავს თქვენთვის? იცით რა, მათთვის არ ვიცი რამდენად ბევრ რამეს შეცვლის. მგონია რომ ხვრელებს მაინც მოძებნიან და იმას გააკეთებენ რაც უნდა. უფრო ჩვეულებრივი რიგით ხალხზე აისახება ეს ყველაფერი და მათ გაურთულდებათ გადაადგილება.
ევროკავშირის ლიდერების განცხადებებში უკვე ჩანს, რომ აღარ განიხილავენ საქართველოს გაფართოების პერსპექტივაში. ეს ნიშნავს ნაკლები მეგობარს, როგორც წეღან თქვი, იმ ადამიანებს ვებრძვით, ვინც გაჩვენების შემთხვევაში ჩვენი პოტენციური მეგობარია და ხელი უნდა გამოგვიწოდოს, ანუ იმ ხელს ხმეთ, რომელიც გვაჭმევს, რასაც წყალი გორიულად რომ აგიხსნათ. მივდივართ ჩვენ ახლა ევროკავშირისკენ, როგორი საბრძოლო ქართული ოცნება ამბობს, რომ მივდივართ. მე ვარ ხედავდა. ყველაფერი უნდა გაიაფთეს და რა უნდა გაიაფთეს აქტიავში რომ 25 ლარში წამასულობდი 30 და 35 ახლა და რა ევროკავშირთან მივდივარ. პროდუქტები იაფთება ოცემის პროპაგანდისტები. რა ყველაფერი გაძვირებულია. ევროპა მაინც ახალგაზრდებისთვის კარგია, სწავლის მიმართ კარგია, შრომისთვის, საქმიანობისთვის, იმიტომ რომ აქ ვერ მოიკიდა ფეხი, წავიდა იქით უკეთესად იმუშავა. ვერ გეტყვი. ეხლა საერთკენ მივდივართ ჩვენ. და რა ტიპის ქვეყანას ვიღებთ? ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვი, ეხლა ვართ გაჩერებული ჭაობში. ჭაობში თუ არ ჩავიძირებით, უფრო კარგი. ახლა გუშინ მე ტელევიზორსაც არ ვიყურებ, გუშინ ელემენტარულად ჩავხდე და პატიმრები დაუმალავ, ვიღაცა ჩამოსული ყოფილა და პატიმარსო დაუმალავი ევროკავშირიდან ჩამოსულაც რა ვიცი. რუსეთთან დაახლოება რატომ აწყობს ივანიშვილს ფენიადრი? რუსეთთან დაახლოება იმიტომ აწყობს, რომ მას ბიზნესი აქვს დიდი. მისი გარემოცვა სამოხურო წრე იხავს. ამას არ კარგავს. ყველას ესე იგი დახს დაასვამს პუტინი. ამიტომ პუტინის ეშინი არაფერ არ ეშინია უკრაინა მიწასთან გასულთან. ასურაკას. ეს რას მოუტანს ახლა საქართველოს? თუ ჩვენ დავშორდებით ევროპას, დარჩება ჩაკეტილი გზა ევროპისკენ, რაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ და ქართულმა ოცნებამ და დავუახლოვდებით რუსეთს. ეს რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას? ჩვენ ქვეყანას ვინც რომ ცხოვრობს კარგად, დაუშვათ ივანიშვილი და აგერ პარლამენტის შემადგენლობა. ისინი ცხოვრობენ ასე ფუფუნებაში. და ჩვენ თუ ამათ არ შევხედეთ, ეს ისეთი პოლიტიკით წავა, რომ ახალს შეიყვანს ახალგაზრდობა და ის პოლიტიკას განამიტარებს და კიდევ ხალხი გაჭირვებს დარჩა. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა, რა ვიცი, ძალიან კარგი იყო, ახლა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის გადასარევი იყო. რა შეიცვალა ამით თქვენი თვლით? შვილიშვილი სწავლობს საზღვარგარეთ მაგალითად, ჩემი შვილიშვილი. ხო, და თუ ვიზო არ იქნება, ბუნებრივად მასე აისახება. აისახება, რა თქმა უნდა, მშობლებიც ჩადიან რა თქმა უნდა გაგვიჭირდება. ცუდისკენ მიდის ყველაფერი, აი სიკეთეს ვერაფერს ვერ ვუცნობ მე მაგალითად. დაწყებული მე აფხაზეთ სოხუმიდან ვარ და იქიდან მოყოლებული. რა ვიცი, ერთი ისეთი რომ ხალხისთვის რაიმე იყოს, მე ვერ ვუცნობ. მე მაგალითად ძალიან გული მტკივა, იმიტომ რომ აი სახელმძღვანელოებში რო არასწავლეს ბავშვებს ის რომ რა მოხდა აფხაზეთში, მამა ჩემი მოკლეს ისე რომ მარტო ტანია დასაფლავებული. ეს წერილი მაქვს, რომელიც ოლში უნდათ გაეგზავნათ გენოციდით და მე სახში დაწეს. აფხაზმა დაასაფლავა სხვადასხვა. ის კადრი თქვენ ალბათ გექნება ნანახი ციფრინავში რომ კაცებმა ბავშვები, დედები, შვილები, დები რო ჩასვეს და გაფრინდა თვითნავდა 5 წუთში რო ჩამოვარდა და შვილები და რომელი ვინ იყო, შავები იყო ყველა ერთმა. ეს რო ესწავლებინათ ისტორია ბავშვებისთვის, ახლა ვინც აქ ცხოვრობს, ის ხალხი არასოდეს არ მოინდომებდა რუსეთთან ყოფნას. მე მაგალითად გული მტკივა, რომ არ მსიამოვნებს, რა ვიცი, არაფერი სიკეთი არ ჩემი მშობლები ინსტიტუტში ლექტორები იყო, იქ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი იყო. ბინაში ცხოვრობენ რუსები, საკუთარი სახლი, სადაც მამა მოკლეს, იქ დაწვეს ეს სახლი, მაგრამ ააშენეს სამსართულიანი და არის რუსი და ეშერაში ჰქონდა დაჭა და ისიც განადგურებულია და იქ შემოსეულია რუსები. ამ მოსახლეობას გონია რომ ის რუსი აქ შემოა, კარგდეს დააყრეს, ყველას გამოყრის გაისახლებიდან, დამერწმუნებს. ახლა კი წუწუნებენ აფხაზები, მე აქ ყავს აი ახლობლები, ჩვენები, ველაპარაკები. რამდენი გუშინ უსმენდი რომ რამდენი საქართველოში გადმოდიან და სწავლობენ. იმიტომ რომ იქ არ აქვთ აი მათ დიპლომს არაფერი გასახანი არ აქვთ. ხო და აი ეს ყველაფერი არ ესმით ამ ახალგაზრდებს და აი ისე არიან რა, არ ტკივათ გული. ხედავთ ამ საფრთხეს, რომ ჩვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ისევ რუსეთის ხელში.
შეიძლება, ყველა იქეთ მივექანებით, ჯერჯერობით, ასე მივექანებით და აი ევროპისკენ მივდივართო, ქართული ოცნება ამბობს, არ გჯერათ მათი ამ განცხადების. ევროპისკენ წასვლას მე ვერაფერს ვერ ხედავ, ჩვენ თვითონ აი ახარო, აი როგორც ჩემი შვილიშვილი მისმა დედამ თუ გადაწყვიტარო და კი იცით რა ხარჯებთანაა ყველაფერი დამოკიდებული და მიყვავს იქეთ თუ არა? ახლა ხო ხედავთ განათლებაში რა აქნეს 11 კლასზე შეზღუდეს ბავშვები და ეს ბავშვები შეიძლება მოხდნენ. ყველაფერს უჭრიან ყველა გზას ახალგაზრდობას. ჩვენ როგორც ველად იყო მიმოში, იმაში რა ქვია, მოსკოვში ჩემ დროს იქ მივდიოდით სასწავლებლად. მაღაზიას კეტავს ქართველი და აღებს რუსი. აი რაღაცა ტანსაცმელის იმისი თუნდაც უკვე სამშენებლო იმას რუსი გთავაზობს, აი რომ ამოგივარდება რომ ჩვენ ასე და ხალხს გონია რომ ეს ჩვენი ქართველი მართლა ვერ აშენებენ, იმიტომ რომ პროფესიონალიზმდე არავის არ უნდა თავი დაიყვანოს და ყველას მაინც გონია რომ ის რუსი უფრო პროფესიონალია და უფრო გამიკეთებს აი შემილესავს რაღაცას და თავის თავად მივექანებით იქით. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა დატოვეს რუსები, ვინღაა დარჩენილი რუსეთში? არავინ. ისეთი მდაბიო ისა და იმათთან უნდა შევერთდეთ. ეს ხალხიც დაიღალა ამდენი გამოსვლებით, ამდენი გუშინ უყურებდი უნივერსიტეტის ბავშვები, აფხაზეთის უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტის კიდე გაუქმება უნდათ და სად მიდიან ეს ბავშვები? აი იქ ვინც სწავლობს, ეს ბავშვების განათლების დონე საითკენ მიყვავს. თუ უთანაბრებთ აი პარლამენტის განათლების დონეს, რომ გავასწოროთ? რა შეცვალა უვიზო მიმოსვლამ საქართველოს? ბევრი რამ თუნდაც დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ეს საბჭოური რაღაცები აღარაა რა საქართველოში და არის როგორ არა, მაგრამ ცოტაა რა ძალიან. ევროპიდან ბევრი ძალიან დიდი განათლება შემოდის. თქვენ საახლობლოში არ ვინო თქვა ვინც სწავლობს ევროპაში ან მუშაობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში? როგორ არა არის რამოდენიმე პიროვნება არის, რომელიც ევროპაში უშუალოდ გერმანიაში არიან და მუშაობენ რა, იქ წავიდნენ. და შეიცვალა მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად უარესობისკენ თუ კი გაუქმდება უვიზო მიმოსვლა? როგორ არა, იმიტომ რომ ერთ-ერთი წყარო ჩემთვის ეგ აღმოჩნდა რა დასაქმების მიმართ, იმიტომ რომ აქ ეგეთი პირობები არ გვაქვს ძალიან. თქვენ ახლა სწავლობთ თუ მუშაობთ? კი, ვსწავლობ. სტუდენტი ხართ? რომელ უნივერსიტეტში? საზღვაო აკადემიაში. თუ საქართველოს ვიზო მიმოსვლას აკრძალავს, დიდი ალბათობით ქვეყნიდანაც ვერ გავალ. ევროპისკენ მივდივართო ისე ასე ამბობს ქართული ოცნება და მე როგორც ვუყურებ, ევროპისკენ არ მივდივართ. უფრო რუსეთისკენ მივდივართ. რაში ატყობთ თქვა რომ რუსეთისკენ მივდივართ? რაში ვატყობ? რავი. ყველაფრის აკრძალვას მაგალითად ყველაფრის აკრძალავენ. ხედავთ იმის საფრთხეს რომ შეიძლება რუსეთის ხელში აღმოჩნდეთ? კი, ძალიან ის საფრთხეს ხედავ. ანუ შეიძლება ჩვენი ენაც შეიცვალოს რა. ანუ აგვიგზავნონ ქართულად საუბარი და ვისაუბროთ რუსულად ესე რა. მე ეგ არ მინდა ძალიან. უვიზო რეჟიმი რა თქმა უნდა ძალიან კარგია ჩვენთვის. საქართველოსთვის. აი როგორ აისახება თქვა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენზე პირადად, თქვენს ოჯახზე? იქ ნათესავები ყავს, ახლობლები ყავს და ვიზას გაგვიკეთებენ და არ იქნება პრობლემა, მაგრამ საერთო ჯამში კარგი იყო რომ უვიზო რეჟიმი. ვისი ბრალი იქნება ეს თუ გაუქმდება? არ ვიცი, მე მგონი ისევ ევროპელებს. რატო? ჩვენი ბრალი არ არის ეს. ანუ რატომ? ჩვენი ხელისუფლების პირობას თუ არ ვასრულებთ, ჩვენ პირობას არ ვასრულებთ. რომელ პირობას არ ვასრულებ? აი ხო იყო ჩამოთვლილი 12 პირობა, რაც არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. მაგის საერთოდ არაა კავშირში უვიზო რეჟიმთან. როგორ არის ეს არის პირდაპირ კავშირში? ჩვენ ევროპისკენ რასოდეს ვერ წავალ. რატო? რატოდაც ჩაქცეულია ცხოვრება. მივდივართ ევროპისკენ, რომ ქართული ოცნება ამბობს. რასოდეს ვერ ცოცნება და ვერც ნაციონალები მეიტანებენ. ჩვენ საითკენ მივდივართ? ჩვენ მივდივართ უსკოლისკენ, მეტი არავისკენ. როგორ შეიძლება შევაჩეროთ ეს პროცესი? აი ხალხი უნდა გავდგეთ ფეხს, ერი უნდა ავდგეთ ფეხს, რომ ცხოვრება მოვიყვანოთ ნორმალურ ცხოვრებას. საქართველოს წინ მიდის, რა თქმა უნდა, ამით კარგია. ძალიან ბევრი რაღაცა კეთება და ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა, ამით კარგია და შემოდის ახალი გზები და ახალი რა თქმა უნდა. ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი გაჭირვებიც არის. ძალიან. მაგრამ ევროპისკენ კი მივდივართ, მაგრამ ნახოთ როგორ წავადგინოთ. როგორ მივდივართ? ევროკავშირი ამბობს რომ არ მოდიხართ თქვენ ჩვენსკენ.
ეს არ არის გზა ევროკავშირისკენ. შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი ირაკლი კობახიძე. ეს რა თქმა უნდა. მაინც ეს ფიქრობ უნდა წავიდეთ. გარკვეულ ადამიანებსაც ახლა ხელი შეუწყო სამთვიანი ვიზო მიმოსვლა რო არის, რომ წავიდეს მუშაობაზე, ისე უფრო დაბრუნდეს. ეს კარგი არა თქმა უნდა. ანუ მუშაობენ თქვენი ახლობლები ევროპის ქვეყნებში. ჩემი ოჯახის წევრებიც მუშაობენ. თქვენი ვინ არიან? ჩემი რძალი, ძმის ცოლი, ძმისშვილი კიდე წასულია საბერძნეთში სამუშაოდ. ადამიანები, რომლებიც ჩასული არიან, ზოგი არალეგალურად მუშაობენ და იქ რა თქმა უნდა უარესობისკენ წავა იმათი საქმე, მაგრამ სამაგეროდ იქ ევროპამ უფრო მეტად დაიწყო. ეხლა ამ ხრივ ადამიანებზე მუშაობა. ანუ იქ ეხლა ხდება უფრო რეფორმა კიდე ამ ხრივ, რომ იქ ჩასულ არალეგალებს ხელი შეუწყონ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. ანუ იქ უფრო კარგი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენგან წასული ადამიანების ვიდრე ჩვენგანები. ჩვენ მივდივართ რა ვიცი, არაფერსკენ არ მივდივართ, ვერ ვხედავ რაღაცნაირი მაქვს. ყველა ადამიანმა თვითონ თავის თავზე იცი რა, სახელმწიფოს ის უარ გაქვს იმედი, ხო ადამიანი ცდილობს, რომ თავისი თავი თვითონ გადაერჩინო. თვით გადაარჩენისკენ მივდივართ. ყველა ადამიანი. ამიტომ ეცდობენ ადამიანები ქვეყანას და მიდიან ზოგი მიდის, ზოგი მაგალითად რაღაც ისეთ გამოსავალს პოულობს, რომ რაღაც შეიძლება პროფესიები შეისწავლო ისეთი, რომ მაგალითად ასაკობრივად ახლა თუ გიწყოს ასაკი ხელს, რომ შენი ლუკმაპური ისოვა ჩვენს ქვეყანაში. პროფესიით იურისტი ვარ, წინა წლებში რაღაც ვიმუშავებ და მე თავისთავად თავი დავანები ამ პროფესიას სახელმწიფოდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველა პროფესიას ძემდგომი ისეთი ორგანოები ჩაგრავდნენ, რომ ჩვენი სიმართლე არსად არ გადიოდა და ამიტომ მე შევისწავლე ისეთ პროფესია, რომელშიც არც ის მეყოლება ზემდგომი და მე ვარ ჩემი თავი. რა პროფესიის ხართ? ეხლა ამჟამად მასაჟისტი ვარ. მინისტრები თანხებს ინახავენ არა ანგარიშებზე, არამედ სახლებში. 13-იან ბანკაშიც ვინახავთ ერთ-ერთ მინისტრს ეს განაცხადა. ეს რას ნიშნავს, თქვენ რატომ იქცევიან ასე მინისტრები? პატარები მერჩი. როგორ გაუწინ არ გაიყინოს მათი თანხები, მათი დანაზოგები და 1000 რაღაც. აქეთ ხალხი რა დღეში. ვიდივართ ჩვენ ახლა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ. რატომ ფიქრობთ რომ არა? არა, რაღაც რო ის ევროპაა, ბაჭო, სადღა ევროპა. ჩვენ ახლა მივდივართ კომისიისკენ. ყველაფერს ფასი მოემატა, ყველაფერი გაძვირდა, საწვავი, სადავიდა. ქართულებს ვამბობთ, ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ვასრულებთ მოთხოვნებსო, თუმცა ევროკავშირის ლიდერები აღარც განიხილავენ საქართველოს ევროკავშირის შესვლას შემდგ გაფართოების ეტაპზე. რა თქმა უნდა, რა ვინ ობახიძემ ჩავიდა და აბსოლუტურად აზე ზედაც არ შეხედეს, უბრალოდ იმას რავი, ვერაფერს ვეღარ ვხდები იმას. ანუ არ სურს რეალურად თქვენი აზრით ქართულ ოცნებას მე ვფიქრობ ევროპაში რომ მოხდეს საქართველო? მე ვფიქრობ კი არ. რა სურს რეალურად ივანიშვილს? რა სურს და 90-იანებში კი დაუბრუნდით უკან და